სალამ მეგობრებო, გიბრუნდებით კიდევ ერთი ეპიზოდით და დღეს ამ ვიდეოში განვიხილავთ Dynamic Evo XL-ს. აი ამ case, რომელშიც როგორც იცით მევაწყობ ახალ კომპიუტერს და აიწყობა ჩემი სისტემა. არის ნამდვილად განსახილველი case-ი, უზარმაზარია, extra large ტყუილა არ ქვია XL-ი, ძალიან დიდია. აქვს უამრავი უნიკალური თვისება და ფუნქცია, რაც სხვა кейსებს არ აქვს და მოკლედ განვიხილავთ, ყველაფერზე ვისაუბრებთ და შეაჯამებთ მერე გიგერთ თუ არა ყიდვა. რაც შეეხება მაგას, ძალიან ძვირი ღირს. ეს кейსი საქართველოში იშოვება დაახლოებით 700-დან 800 ლარამდე ფასის შუალედში და პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ არ არის გათვლილი რეგულარულ მომხმარებელზე. თქვენ თუ გინდათ კომპიუტერი უბრალოდ სათამაშოთ, სარენდეროთაც და ასე შემდეგ, მარტივი ნორმალური ადამიანური ტასკებისთვის, ეს кейსი თქვენ არაფერში არ გჭირდებათ. იმიტომ რომ ამ кейს რაც მატებს ფასს და ღირებულებას და რითაც არის კარგი, ეგ ძირითადად ჩვეულებრივ ადამიანებს არ ჭირდებათ. ეს არის უფრო ენთუზიასტებისთვის, customization, რაც ქვია მოკლედ ენთუზიასტებისთვის, ასე ვთქვათ, მეც მაგ კატეგორიაში გავდივარ, ძალიან ბევრ საინტერესო ექსპერიმენტს ვაპირებ, რომ ჩავატარო ამ кейსთან დაკავშირებით და ამ კომპიუტერთან დაკავშირებით, ამიტომ გადავწყვიტე მისი ყიდვა. ესე რომ გაითვალისწინეთ, რომ ნორმალურ შემთხვევაში 300 ლარამდე кейსიც სრულიად საკმარისი იქნება თქვენთვის და ამხელა თანხის გადახდა ისეთი ფუნქციებისთვის, რომელიც ამ кейსს აქვს, არ არის ნამდვილად საჭირო. მოდი ახლა გადავიდეთ და ვისაუბროთ მაინდა-მაინც რა აქვს ასეთი ამ кейსს, რომ ასეთი ფასი აქვს და რატომ იხიბლებიან ენთუზიასტები და ზოგადად კონკრეტულად დაინტერესებული ხალხი მისით. პირადად ჩემი აზრით, პირველი რაზეც უნდა დავიწყოთ საუბარი არის кейსის დარევერსება. და რას გულისხმობ? кейს ხო ხედავთ ახლა ამ მდგომარეობაში. თქვენ შეგიძლიათ რომ кейს ფეხები მოხსნათ, ზევით დავუყენოთ, кейსი ამოატრიალოთ და შეეცვლის მიმართულებას. ანუ ჩვენ ხო ვიცით რომ ნორმალურ შემთხვევებში кейსები დგას მაგიდაზე და მარჯვნივ, თქვენგან მარცხნივ გამოდის. ხო. ნორმალურ შემთხვევაში დგას ჩვენგან მარჯვნივ, მაგრამ აი სხვანაირ შემთხვევებში, როგორც მაგალითად ჩემი შემთხვევაა, ჩემთან кейსი დგას ჩემგან მარცხნივ, ანუ მონიტორია და მარცხნივაა кейსი. ხო და ასეთი შემთხვევებისთვის, რომ არ დაიკარგოს кейსის ხიბლი და ვიზუალი, შეგიძლიათ დაარევერსოთ кейსი, ანუ ყველანაირი ნაწილი ამოატრიალოთ ზევით, ამოატრიალოთ кейსიც და შუშა გექნებათ ისე, რომ მარცხენა მხარეს რო გედებათ, მაინც შუშიან მხარეს დაინახავთ. ეს ძალიან ცოტა კი არა, მე რაც პრაქტიკაში ვიცი, არც ერთ кейსს არ აქვს ეგეთი თვისება, რომ დაარევერსდეს кейსი, მოკლედ. რაც შეეხება ხა სხვა ნაწილებს, EOShield-ის საიდანაც უნდა გამოვიდეს ზედაპლატის შესაერთებელი პორტები, ეგეც იცვლის მიმართულება შესაბამისად და საერთოდ ყველაფერი რა, მათ შორის ფრონტ პანელიც, ანუ USB-ის შესაერთებლები, აუდიოს შესაერთებელი და Type-C შესაერთებელი აქვს ეს პორტები, ესენიც ზევით ამოვა და რო ამოტრიალდება, ქვევით მოექცევა, ანუ ფრონტ პანელიც კი გადაადგილებადი აქვს აი ამ кейსს. ნუ მოკლედ პირველი ესეთი sagulისხმო თვისება და ფუნქცია არის მისი დარევერსების ფუნქცია, რაც იდეაში ნორმალურ შემთხვევაში ბევრ ადამიანს არ დაჭირდება. მეორე, რაც ძალიან მაგარია და ჭირდებათ ისეთ ხალხს, ვისაც უყვარს troubleshooting-ი, ტესტირებები, benchmark-ები, ხშირად დაშლა, აწყობა, გადაწყობა, გაძლიერება და ასე შემდეგ, ნაწილების მორგება ამათთვის არის. ეს არის მოხსნადი motherboard tray. და motherboard tray არის, აი ხედავთ ახლა ვიდეოში, შუაში, აი დედაპლატა სადაც იდება, თეთრი ადგილი რაც არის, რა მოკლედ სადაც უნდა მოთავსოს დედაპლატა. ეგ ადგილი შეგიძლიათ რომ ორი დიდი შურუპი უყენია, ხედავთ ალბათ ვიდეოშიც, არ ვიცი, ორ ცალს მოხსნით და მთლიანია გამოდის ზევით. და შეგიძლიათ რომ ამოიღოთ кейსიდან, დადოთ სადმე მაგიდაზე, ააწყოთ ზე დედაპლატა დაამაგროთ, პროცესორი ჩადოთ, ოპერატიულები ჩადოთ, SSD ჩადოთ, რა ვიცი, მოარგოთ ვიდეო ბარათი, მოარგოთ, დატესტოთ, BIOS-ი განახლოთ, ასე შემდეგ და მერე ჩააბრუნოთ кейსში. ანუ ეგ ძალიან მაგარი თვისებაა. არა მარტო ენთუზიასტებს და troubleshooter-ებს ისეც გამოადგება ჩემი აზრით ყველას ეს თვისება და ფუნქცია кейსის, რომ შეიძლება ამ motherboard tray-ს ამოღება. ქართულად როგორ თქვა motherboard tray, როგორ თქვა, ნამდვილად არ ვიცი. და კიდევ ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს motherboard tray შეგიძლიათ მოათავსოთ 3 სხვადასხვა პოზიციაზე. ანუ უფრო ზევით,
შუაში, როგორც ქარხნულად არის ახლა, ან უფრო ქვევით. და ეგ რა თქმა უნდა გაგითავისუფლებთ სივრცეს ზედა ნაწილში ან ქვედა ნაწილში. თუ ზევით ან ქვევით ჩაიტანთ და შეეძლებთ მაგალითად ორი წყება კულერების რო არის რადიატორზე ეგრე დააყენოთ ზევით და ხელი არ შეგიშალოთ ან ქვევით დააყენოთ მსგავსი, ანუ მაგისთვისაც გაქვთ შესაძლებლობა რა. ნუ ზოგადად кейსი იდეალურია custom water loop-ებისთვის, აი ფაიფებს და პომპებს და მილებს რო ყიდულობენ ცალ-ცალკე და გაგრილების სისტემას რო აწყობენ თავისი გემონები წყალს რო ასხავენ, მე აი მაგისთვის არის იდეალური кейსი მათ შორის რა. ყველანაირ საშუალებას გაძლევს თავისი ზომიდან გამომდინარე. ნუ motherboard trays-ებს გავიგეთ. ნუ ეხლა რა თქმა უნდა motherboard-ებზეა საუბარი და ყველანაირი ზომის ეტევა, ყველაზე ექსტრა ზომის პლატაც ჩაეტევა IATX-ებში რაც არის, მოკლედ თავსებადობაზე არანაირი პრობლემა არ არის და ვიდეო ბარათებიც მათ შორის, რა ვიცი, არ არსებობს ვიდეო ბარათი აქ რო არ ჩაეტიოს რა. კარგით. ნუ ზომაზე ვსაუბრობდი და განვაგრძობ ამ კულერს ამ case შეუძლია დაიტიოს 140 მმ-იანი კულერები ყველგან. ზევითაც, ქვევითაც, წინაც. მართალია ესეთი უნიკალური არ არის, რომ შეიძლება რომელიმე სხვა case-აც გქონდეს, მაგრამ ძალიან მაგარია, რომ თქვენ გაქვთ საშუალება ზედა მხარესაც, წინა ეს სიმაღლეზეც და ძირზეც დააყენოთ 140 მმ-იანი კულერების 3-3 ცალი. ძალიან მაგარია. წლის გაგრილებაც მეც 420 მმ-იანი ავიღე მაგის გამო, იმიტომ რომ შესაძლებლობა მქონდა და სიმართლე რომ გითხრათ 120 მმ-იანი კულერები არც ისე ლამაზად არ გამოიყურება ამ кейსში. მოკლედ, ეგეც ზომასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ფუნქცია და ხო, უკან რაც შეეხება უკან ამ მხარეს, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ორი 120-იანი კულერი, ანუ 2 120 მმ-იან კულერს იტევს და არა ერთს მხოლოდ. ეგეც ძალიან კარგია, ნუ იდეაში ვის ჭირდება და ცოტა დაამახინჯებს кейს, მაგრამ რო შეუულია ეგ კარგია რა ზოგადად რა, კარგია. შემდეგი ძალიან საინტერესო ფუნქცია, ხო თქვით რომ თუ кейს ვარევერსებთ, შესაძლებელია ფრონტ პანელის ზევითადანაც, რომ მაინც ქვევით მოექცეს ამოტრელების შემდეგ. ამ кейსს არა მარტო ზევით და ქვევით, არამედ ფრონტ პანელის დაყენება შეუძლია წინა მხარესაც. აი აქეთ. ხო, წარმოგიდგენიათ რამ ხელა customization და edit შეგიძლიათ ამ кейსზე, ანუ სამი მდგომარეობა შეგიძლიათ, სამი ადგილი მდებარეობა, სადაც მოათავსოთ თქვენი ფრონტ პანელი. გვერდზე, ანუ შიშის მხარეს, წინ და ქვევით ან წინ და ზევით. რა ვიცი, ძალიან მაგარია რა, ანუ ძალიან მაგარია და მიხარია რომ შეუულია ამ кейსეს. ნუ ფასით შესაბამისი ღირდა რა თქმა უნდა. მოკლედ რა, განვაგრძოთ. კიდევ ერთი გამორჩეული თვისება რაც ამ кейსს აქვს, არის 2 HDD შესანახი სივრცე. და აი კადრში გამოჩნდება და უფრო კარგად მიხვდებით რაზე ვსაუბრობ. ანუ გვაქვს 2 ცალი შავი ფერის ბლოკი, თეთრ кейსში შავი ბლოკის შავში შავია. 2 ცალი ბლოკი, რომლებსაც გამოსული აქვთ SATA power-ის, SATA კვების ბლოკის და SATA დედაპლატის კაბელებიც და პირდაპირ შეგიძლიათ თქვენი SSD ან Winchester-ი ჩადოთ აი ამ სლოტში, თითო სლოტში 2 ეტევა, ანუ ჯამში 4 და პირდაპირ ჩაჯდება დააჯდება შიგნით მოთავსებულ SATA და SATA power კაბელებს და რო შეუერთებთ დედაპლატას მისივე გამოსული კაბელებიდან ჩვეულებრივად აამუშავებთ თქვენს მეხსიერებას. ანუ ძალიან მაგარია რა, არ გჭირდებათ დამატებითი SATA კაბელები, დამატებითი კვებიდან პირდაპირ შეერთებები და კაბელ მენეჯმენტის ურევს ხოლმე ძალიან ხშირად ეგ ყველაფერი, პირდაპირ მოთავსებულია кейსშივე ეგეთი ბოქსები, რომელშიც პირდაპირ ჩასვავთ თქვენს ყარდისკებს და SSD-ებს, ანუ ძალიან მაგარია ეგ თვისებაც რა ვიცი. და ეს SATA კაბელები და SATA power კაბელები შესაბამისად თავისით უკვე მოყვება ამ кейსს და თუ არ გსურთ, მაგალითად გადაწყვეტილი გაქვთ რომ მარტო M2 SSD-ები ჩააყენოთ. საერთოდ შეგიძლიათ რომ მოხსნათ ეს ორივე ბოქსი, ამაზე პრობლემა არ არის და გამოითავისუფლოთ ადგილი თქვენს кейსში. ესეც ძალიან საგულისხმო და მნიშვნელოვანი დეტალია ამ кейსთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი ახლა, ეს უნიკალურობაში ნაკლებად გადის და ძალიან ბევრი кейსია უკვე ასეთი გამოსული, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, dual chamber-ია ეს მოდელი, ანუ შეუძლია კვების ბლოკი დაიყენოს უკან სიმაღლეზე დაყენებულ მდგომარეობაში და მთელი კაბელები მოექცევა უკან, აქვს მაგისი სივრცე, კადრებშიც გამოჩნდება კარგად ეგ და უკვე თუ არ გამოჩნდა და მოკლედ კაბელ მენეჯმენტისთვის და ზოგადად სამუშაოდ ძალიან კომფორტულს ხდის ეს ძალიან კარგი ტექნოლოგიაა და კარგი მიგნებაა დიზაინერული უფრო მეტად ვიდრე ტექნოლოგია რომ dual chamber кейსების კეთება დაიწყეს ზოგადად. Lianlis არ ჩამორჩა. მოდი მოდელს მაინც გეტყვით ერთხელ ეს არის Lianlis O11 Dynamic Evo XL. განვაგრძოთ უნიკალურობებზე საუბარი? არ დამთავრებულა, არა. კიდევ ერთი, რაც შეუძლია ამ кейსს და მე არ მინახავს რომ სხვას შეეძლოს, ეს არის ვიდეო ბარათის სიმაღლეზე დაყენება. ანუ აი აქ რო ხედავთ წინ სამი კულერის დასაყენებელ ადგილს, მან შეიძლება რომ ვიდეო კარტას სიმაღლეზე მოთავსდეს. ანუ რა ვიცი, რა ვთქვა რა. რასაც გინდათ იმას იზავთ ამ кейსში ფაქტობრივად რა. მართალი ამას თავისი გადამყვანი ჭირდება, რომელიც ალბათ $100-მდე ეღირება. არ ვიცი ნამდვილად ფასი, რომ ეგრეთ ჩასვათ ვიდეო ბარათი, როცა ვერტიკალურად აყენებთ და არა ჰორიზონტალურად, მაშინაც ხო გჭირდებათ გადამყვანი არა? და ეგეთივე გადამყვანი ჭირდება თავისი სიმაღლეზე რო დაყენდეს და ხო რა ვიცი რა ვისაც გაგისწორდებათ და მოგინდებათ, მასე ჩააყენებთ აი ამ кейსში. ძალიან მაგარია რა. ეგეც არის, ახლა მე არ ვაპირებ ეგრეთ ჩაყენებას, არც გადამყვანის ყიდვას და არც დავაპირებ, მაგრამ არის შეგიძლიათ მოიძიოთ, ან მე ამოვანათებ ფოტოებს, ეგეთი ვიდეო ბარათი როა ჩაყენებული ეგეთ მდგომარეობაში და რა ვიცი, იქნება მოგეწონოთ რა. მოხიბლული ვარ ძალიან ამ кейსის შესაძლებლობებით. და კიდევ ერთი ბონუსი ბოლო არის ეს უკვე რაც მინდა რომ ვისაუბრო ამ ვიდეოში. ეს არის გადაადგილებადი კულერების ბრეკეტი. და რას გულისხმობ ეს სახელი ცოტა უცნაურია, თუ სწორად ვთქვი. აი წინ ხო ხედავთ კულერების დასაყენებელი როა 3 ცალის სიმაღლეზე. აი ეგ რკინა შეგიძლიათ დააყენოთ უფრო წინ ან უფრო უკან. დაახლოებით რავი რამდენი სანტიმეტრიანი, ალბათ 5 სანტიმეტრიანი, 6 სანტიმეტრიანი სივრცე იქნება, შეიძლება მეტიც იყოს, არ ვიცი, ზუსტად რიცხვები, რომ გადაადგილოთ ეს რკინა ცოტა წინ ან ცოტა უკან. და ალბათ მიხვდით ახლა ეს რას გაძლევთ, თუ ცოტა უკან დააყენებთ, ანუ შუშიდან უკანა მხარეს. შეძლებთ რომ წინიდან დაუყენოთ კულერები და კულერს ხო თავის სისქე აქვს არა, სიმაღლე. ეგ კულერების სიმაღლე რაც უკან ჩავწიეთ იმ ადგილს დაიკავებს და ეს ციკურად ლამაზი გამოვა და წინ გამოწეული კულერები არ გექნებათ. ანუ მაგისთვის არის რა, ხოლო თუ პირიქით წინ დააყენებთ და არა უკან შეძლებთ კულერების დამაგრებას, მაგალითად reverse კულერები არ გაქვთ და ჩვეულებრივი intake-ები გაქვთ რა, რომლებიც სწორმმართველობით ჰაერის შემოტანაზე რო დადგეს, უკანა მხრიდან უნდა იყოს, ან ტრაკით უნდა იყოს რა. მაგ შემთხვევაში წინ გადმოიტანთ და უკან დაუყენებთ არა reverse კულერებს, ხოლო reverse-ები თუ გაქვთ უკან გაიტანთ და წინ reverse-ებს დააყენებთ. ანუ ძალიან მაგარი, ბევრ რაღაცაზეა ძალიან ნაფიქრი რა ამ кейსს რო აკეთებდნენ. ყველაფერი აქვს, აი რა გინდათ რომ მოგინდეთ რომ ვერ გააკეთოთ ამ кейსს. ანუ მთლიანი customization-ი შეგიძლიათ რა. კმაყოფილი ვარ, ფასი ჩემი აზრით ცოტა კი მაინც ძვირია. ვიდრე უნდა ღირდეს, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კარგად აწონდაწონეთ, გიღირთ თუ არა. ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის ეს кейსი ნამდვილად არ არის. სულ ეს იყო მეგობრებო, ბოლოში ლამაზ კადრებსაც შემოგთავაზებთ кейსის, რომ კიდე შეგექმნათ წარმოდგენა. თქოთ რომ გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ვიდეო, ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს ეგ, შევხვდებით უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ვიდეოებში. ნახვამდის.